გამარჯობა მეგობრებო, დღეს მინდა გესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტზე და ამჯერად მინდა მოგიყვეთ ერთი პატარა ეპიზოდი, რომლითაც მე შევეჩეხე იმ ამბავს, რომელიც ხშირად გვინახავს ნიუსებში ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით, რომ ისინი იტყუებიან. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად აღვიქვათ რა არის დღევანდელი ხელოვნური ინტელექტის აი ეს ხელსაწყოები, რომელიც ხელმისაწვდომი არის ყველასთვის. ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის დიდი კალკულატორები, რომელშიც ჩაყრილი არის ძალიან ბევრი ინფორმაცია და ამ ინფორმაციის გადამუშავებას აკეთებს და შეკითხვას რო უსვამთ, ამ ინფორმაციას თავის ბაზაში ეძებს, ასე ვთქვათ, და იქიდან რაღაცა პასუხს გიბრუნებთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. თუ რაიმე ტიპის მსჯელობა არის, ესეც რაღაც გამოთვლებზე და ფორმულებზე არის ძირითადად დაფუძნებული, ანუ ხელოვნური ინტელექტის მხრიდან რაღაც თვითახკმაზე და აზროვნებაზე ლაპარაკი ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არ არის. პირადად ძალიან აქტიურად ვიყენებ ხელოვნურ ინტელექტს რისერჩისთვის განსაკუთრებით, იმიტომ რომ უნდა ვაღიარო, რომ მეც ჩამინაცვლა Google და Wikipedia, ეგერ გამოსულა რაღაცა კვლევა, რომელმაც დაადასტურა, რომ თურმე ბოლო 2 წელიწადში Wikipedia ჩაანაცვლა, უფრო მეტი მომხმარებელი იყენებს ChatGPT-ს იმისთვის, რომ რაღაცა ინფორმაცია მოიძიოს, ვიდრე Wikipedia-ს, რომელზეც მიუხედავად იმისა, რომ ვთქვათ, ბევრი რამე სანდო არ არის, ხოლმე მაინც აქვს რაღაცა ხარისხის სანდოების, იმიტომ რომ წყაროები არის მითითებული და ვთქვათ, ზოგიერთ რედაქციაში არის მკაცრი გადამოწმება ხდება ყველაფრის და ასე თუ ისე სანდო არის იმისთვის, რომ უცებ ინფორმაცია მოიძიო. ეხლა ცოტა გაზარმაცებული ვარ მეც და თავიდან რა თქმა უნდა ხელოვნური ინტელექტი შემოვიდა, თუ გამოვიდა, ძალიან აჟიტირებული ვიყავი და Google-ის ნაცვლად, Google-ს ფაქტობრივად აღარ ვიყენებდი, ეხლა კიდე ხანდახან რაღაცას ვსერჩავ ხოლმე, იმიტომ რომ მაუნეჩვევა არის ეს ხელოვნური ინტელექტის ესე გამოყენება და მით უმეტეს, როდესაც არსებობს იმისი მაგალითები და პრეცედენტები, რომ პასუხებს იგონებს უბრალოდ, იყო ნიუსი იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვის დეპარტამენტმა რომ გამოაქვეყნა ანგარიში, იმაში ეტყობოდა, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ იყო დაწერილი, იმიტომ რომ რაღაცა გამოგონილი კვლევები ჰქონდა ჩატენილი იმისთვის, რომ არგუმენტად გამოეყენებინა. ხშირად ყოფილა ესეთი მაგალითი, რომ იმისთვის, რომ თავისი გაიტანოს, ასე ვთქვათ, ოღონდ ეს არ ხდება ბოროტული განზრახვით, იმდენად რამდენადაც განზრახვა არ აქვს, უბრალოდ ეს არის ალბათ ფორმულის თუ ალგორითმის თუ რაღაცა შეცდომა, რომელზეც იკვლევენ და მუშაობენ ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე ადამიანები და იყო მუდმივად ლაპარაკი, რომ როდესაც რაღაცა ტიპის კვლევას აკეთებ, რისერჩს აკეთებ თუ ინფორმაციას იძიებ, ბოლომდე ნუენდობი გადაამოწმეთ და როდესაც თხოვ, რომ რაღაცა ინფორმაცია მოგიძიოს, ან გაინტერესებს რაღაცა კონკრეტული, უნდა მოთხოვო ასე, რომ წყარო მიუთითოს საიდანაც მოგიძებნოს რაღაცა წყარო ინტერნეტში, რომელიც ამას გაამყარებს. ესეც სიზარმაცე არის, მაგრამ ხო, მეც ვაკეთებ ხოლმე ამას და იყო ასევე ნიუსი, რომ გვაშტერებს ხელოვნური ინტელექტი, იმიტომ რომ გვაზარმაცებს, ცხადია, იმიტომ რომ ხა რისერჩს თუ არ აკეთებ და თუ სხვადასხვა წყაროებში არ ეძებ და არ ამოწმებ და ყველანაირ ინფორმაციას არ ეცნობი და ესე უცებ მზარმზარულად ამას კითხავ რაღაცას და ეს თავისი აგრეგატიდან ამ ყველაფერს ჩამოგიყრის, ეს თავისთავად გაზარმაცებს და აი უნარებს, რომელიც ჭირდება რისერჩს, რა თქმა უნდა, გიბლაგვებს. ანუ ეს გასაგები არის, რომ თქვათ რაღაცა კომპლექსურ კვლევებზე, თუ ფიზიკაზე, თუ ჯანდაცვაზე, თუ მედიცინაზე მაინც და მაინც არ უნდა ენდო ამას, მაგრამ აი მე უმარტივეს სიტუაციაში მომატყვა ხელოვნურმა ინტელექტმა და გამოიგონა რაღაცა, რისი გამოგონების საჭიროება საერთოდ არ არსებობდა და ცოტა დამაბნია აი ამ ქცევამ და აშკარა არის, რომ ეს ბაგია, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გამორიცხული არის, რომ აი ამ მოდელს დღევანდელი სახით რაც არსებობს, რაღაცა ბოროტი განზრახვა ჰქონდეს. და რა ხდება მოკლედ? ეხა ვავკითხულობ მარკ ტვენს ინგლისურად და რაღაცა ტერმინები რო არის ხოლმე მაგალითად ძველი ან იდიომები, რომელიც არ არის დღევანდელ ინგლისურში, ან რაღაც არ გამიგია, ან თქვათ, იქ ლოკალურ რაღაცეებზე არის ხოლმე ლაპარაკი. იმეებს ვეკითხები, რომ რაღაცას რო ვერ გავიგებ ამ წიგნში, ვეკითხები, რომ აი რას გულისხმობს აქ, რომ რა არის ეს და როგორც ლექსიკონს ისე ვიყენებ რა ფაქტობრივად, ან როგორც Wikipedia-ს. ხო და ერთ-ერთ თავში, 13 თავში, როდესაც
ტომი როდესაც წავლენ გამოქვაბულის გასახსნელად და იქ იპოვიან ინდიელ ჯოს მკვდარს, იქ აქვს ესეთი აბზაცი მარკ ტვენს, რომ წერს წყლის წვეთზე, რომელიც წვეთავს უკვე ძალიან დიდი ხანია და ის რო აღწეროს თუ რამდენი ხანია წვეთავს ეს წვეთი, ჩამოთვლილი აქვს რამდენიმე ისტორიული მოვლენა რა, რომ აი თქვათ როცა კოლუმბი რო ჩამოვიდა მაშინდელიდან არის და იქ აქვს ნახსენები ბოლო რომ აი ლექსინგტონის ხოცვა ჟლეტვა რომ ნიუსი იყო მაშინაც წვეთავდა ეს წყალი ხო და ნუ არ ვიცოდი ახლა ეს ლექსინგტონის ხოცვა ჟლეტა რა იყო და მივაკითხე ზარმაცულად ხელოვნურ ინტელექტს და ვკითხე რომ რა არის მეთქი ეს ლექსინგტონის ხოცვა ჟლეტვა თქო და ეხლა უყურეთ აი რატო არის ეს რატომ გამიკვირდა და რატო არის უაზრო თუ ცუდი ბაგი რომელიც ადასტურებს რომ არ არის სანდო ეს მოდელი მიუხედავად იმისა რომ ერთ-ერთი ყველაზე წინ წასული მოდელი არის მარკ ტვენის ტომ სოიერის თავგადასავალი საავტორო უფლებებით არ არის დაცული და ის საავტორო უფლებები ხო ისედაც ფეხებზე კიდია ხელოვნური ინტელექტის კომპანიებს მაგრამ თქვათ ეს რო იყოს პრობლემა ნუ ეს ვიცით რომ აი თქვათ მარკ ტვენის ტომ სოიერის თავგადასავალი მის ბაზაში დევს ასე ვთქვათ ნასწავლი აქვს ლეგიტიმური მოლოდინი მაქვს რომ ეს ტექსტი ამ მოდელს ნასწავლი აქვს. შესაბამისად, როდესაც ვეკითხები რაღაცას ამ ტექსტთან დაკავშირებით, მოლოდინი მაქვს, რომ იმ ტექსტი, რომელიც მის ბაზაში არის, იქიდან რაღაცას ამოიღებს და მეტყვის და თან ამას ხო არ ვეკითხები რაღაც ანალიზს ან აზრს ამ ნაწარმოების შესახებ, ვეკითხები კონკრეტულ მოვლენა აქვს ნახსენები ავტორს და ეს ისტორიული მოვლენა რა არის, ეს კი სწორად მიპასუხა და მითხრა რომ რაც იყო. მაგრამ უცებ ხედავ, ანუ რომ ვკითხულობ ამ პასუხს, რომ ეს Massacre of Lexington ჩასმული აქვს რაღაც ციტატაში, რომელიც არ არის წიგნში. იმიტომ რომ ეს წიგნი თან წინ გადაშლილი მაქვს, როგორც კი ამოვიკითხე, ეგრევე ჩავწერე, რომ გავიგო რა არის. და კაცო, ამ წუთას წავიკითხე ეს ტექსტი და რანაირად ეს არ წერია იქ, ანუ ამ კონტექსტში არ არის ნახსენები. თავიდან ეს მეუნება, რომ ტომი როცა ამბობს, ტომი როცა ახსენებს, რომ ლექსინგტონის ხოცვა ჟლეტვაო და ამაზე შეუსწრო, რომ ტომი კი არ ახსენებს, მარკ ტვენი ახსენებს ამას. ეს მეუნება, რომ ხო, ეს მართალი ხარ, მარკ ტვენი ახსენებს ამას და აი ამ ციტატას მაძლევს, რომელშიც წერია, რომ ეს ნიუსი მოედო მთელს ქალაქს მთელ სოფელს და ამ სოფლის მიღწევების ჩამონათვალში ჩაიწერა 94-ის ხოცვა ჟლეტვაც. და მეთქი ეს არ არის ის რაც წერია ამ წიგში და ვეკითხები რომ მეთქი ეს რა არის თქო მოიგონე მეთქი არაო რას ლაპარაკობო არაფერიც არ მომიგონიაო ესე წერიაო იქიდან არისო ტომ სოიერის თავგადასავალიდან არის ეს ციტატაო და მე ამაზე ამოვიწერე უკვე ეს ციტატა და ვუთხარი რომ მეთქი ეს ხოცვა ჟლეტვა რომელზეც ვკითხე აი ამ აბზაცში არის ნახსენები და წერია ასე. მერე მიდასტურებს რომ ხო, ეგრე იყო და მოაყოლებს ლინკებს რამდენიმე, ანუ თავის ბაზაში, რომელიც ისედაც უნდა ჰქონოდა ეს ტექსტი, ანუ დასწავლილი უნდა ჰქონოდა, როგორც ხელოვნურ ინტელექტს, მაგრამ წავიდა და ამ შემთხვევაში გარეწყაროებიდან შემოიტანა და დამეთანხმა რომ კი ნამდვილად ეს ის იყო. ბოლოს ვაწვევი რომ მეთქი, ანუ მოიგონე თქო, ესე იგი ეს აბზაცი თქო. და მაგაზე მეუბნება რომ ხო, მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ეს არის უმარტივესი შეკითხვა რაღაცა ისტორიული მოვლენა, რომელიც ნახსენები არის საუკუნე ნახევრის წინ დაწერილ წიგნში, რომელიც ამ ხელოვნური ინტელექტის ბაზაში უნდა იყოს და ამაზე აი ესეთი რაღაცის გამოგონება არ ჭირდება საერთოდ. კიდევ ერთხელ ეს არ არის ის რომ რაღაცა ბოროტი განზრახვა ხელოვნურ ინტელექტს, უბრალოდ თუ გამოიყენებთ რისერჩისთვის ან რაღაცა არ გახსოვს, შეიძლება აი წიგნიდან ეს წიგნი რო არ მქონოდა ეხა წინმე გადაშლილი და უბრალოდ რაღაცა ციტატა მეკითხა, რაღაცა ძველი წიგნიდან და ამას რო გამოეგონებინა ეგ აბზაცი, მე ხო შეიძლება მგონებოდა რომ ხო ეგრე წერია მართლა იმ წიგნში. ამიტომ ამას მიაქციეთ ყურადღება აუცილებლად. მოკლედ ამის თქმა მინდოდა.